за минулої адміністрації. უკრაინამ მტკიცედაა მოწადინებული გააგრძელოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიპლომატიური და სხვა არხების დახმარებით. რათა ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის. უკრაინას არ აქვს გამოსავალი თავდაცვის საჭიროებები, ვერ მოგცემს შეჩერების საშუალებას, რადგან მტერი არ ჩერდება. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვამარაგებთ ჩვენ ჯარს ყველა საჭირო კომპონენტით, რა გარემოებებიც არ უნდა შეიქმნეს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გრძელდება. გასული ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინაში ჩამოდის. ასე მოხდა გუშინაც. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, სრულებებს ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. მზად ვართ მოვაწეროთ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია. უკრაინის მხრიდან იყო ზარის საუბრების გაგრძელების თაობაზე. თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთი ვლოდიმირ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოიჩინა. მეორე კი მკაფიო იყო მისი მხრიდან ნების არარსებობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. ომის დაფინანსება სამუდამოდ შეუძლებელია. ამერიკელი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება. თუ ევროპაში გამოკითხვებს დაეყრდნობით, ნახავთ, რომ ვერც ევროპა შეძლებს ამას. ჩვენ ეს პროცესი სამშვიდობო გადაწყვეტამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამას ცდილობს პრეზიდენტი, თუმცა მას სჭირდება მომლაპარაკებელი პარტნიორი უკრაინიდან, რომ ეს გაიაზროს. მათ რა თქმა უნდა აქვთ საკუთარი შეხედულებები და ყველაფერში ვერ დაგვეთანხმებიან, მაგრამ უნდა დაილაპარაკონ. ზელენსკის ევროპელებმა უთხრეს, რომ ისაა თავისუფლებისთვის მებრძოლი და უნდა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ. ვის ხარჯზე, ვისი ფულით, ვისი შერეღებით, ვისი სიცოცხლის ფასად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამაზე აქვს უფრო რეალისტური ხედვა. ომი უნდა დამთავრდეს. არავინ გთავაზობთ, რომ პუტინს ნობელის პრიზი მივანიჭოთ მშვიდობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შედგეს საუბარი და ეს არ გამოვა მისთვის ცუდი სიტყვების ზახილით. ზელენსკი კი სწორედ ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, კარი ღიაა, მანამ ვიდრე ზელენსკის მშვიდობაზე საუბარი სერიოზულად ენდომება. არ შეგიძლია მიხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სადმე სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო დეტალების განხილვაზეც. ყველას მოუწევს დათმობა, უკრაინას კი ამის განხილვა არ სურს. როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც ყურმილს აიღებს.